დარწმუნებული ხარ რომ არაფერი შეგიმჩნევია? მიხედავები? ეგ რომ დამინახე ხო კივილით გავიქცეოდი. როგორ მაინტერესებს როგორ იკივლებდი? ინტერნეტში ხომ არ დავდოთ. იქნებ ვინმემ რამე ახსნა მოუძებნოს. არა, ცუდი აზრი. არა. ჩვენებიც ნახავენ და მოგხვდება. პოლიცია და რა უთხრათ? მოჩვენება ჩანს კაცში და დაიჭირეთ თქო? ხო, არც ეგ ვარგა. მშობლებს დაიებარებენ და ისე მოხვდება. ლაზარეს ვკითხოთ, აბა. რა შვებით? რა უნდა მკითხოთ? დაჩის უკან მოჩვენება რო ჩანს მაგაზე ვლაპარაკობდით. მაშვენეთ, აბა ახლოდან. საერთოდ რამე არტეფაქტი ან კამერის ხარვეზე ხო არ არის? არა, აშკარად მოჩვენებაა. ისე ეს თეთრი ზეწარი რა სტერეოტიპულია, სხვა არაფერი იციან ამ მოჩვენებებმა. ხო, თან გოლდ ხარისხის ზეწარი. გოლდ ხარისხის? ლაზარე, აბა შეხედე კარგად, იქნებ რაღაც ხარვეზია. მოიცა. შენ რა იცი რა ხარისხის იყო? არ ვიცი, ისე ვთქვი. იტყუები ნიკა. არ ვიტყუები. კი, როცა იტყუები, ოდნავ იბნევი და წითლდები. ნიკა, სიმართლე თქვი. ნიკა, თქვი. მე უთხრეთ დაჩის რომ უჩალიჩებდით და მოვიფიქრეთ რომ მაქეთ დაგვეფრანკეთ. ისიც უთხრე რომ ტელეფონები გქონდა დამალული და ეთამაშე ვითომ შეშინებული იყო, რომ არაფერი არ გეეჭვათ. იმ ზეწარში მე ვიყავი. ბოდიში დაჩი. დაჩი, მართალია? მოდი აქ, ლაზარ, დაგვაჭერინე. მოკლედ ერთი დღე არა ხარ ჩემს გარშე დასატოვებლები რა. გემრიელია? შევრიგდით? შეურიგდეთ. კაი რა, თქვენც იგივენაირად არაპირებდით დაფრენქვას? აი, შეურიგდეთ, მაგრამ გემრიელი ჩირი თქვენ არ გეკუთვნით. მე რაღა დავაშავე? არც შენ ხარ სანდო. აუ ისე დეტექტივობანა მომწონდა. მართლა მოჩვენება როგორ ყოფილიყო და გამოგვეძებინა. მე თავიდანვე ვიცოდი რომ სისულელე იყო. აუ, გენიოს. შენ საიდან იცოდი? დეტექტიური ინსტინქტით ვცნობ. აუ, კითხავთ აბა რამეს და ვნახოთ როგორ გამოიცნობ შენი დეტექტიური ინსტინქტით. მედით. ისე არის მგონი ერთი кейსი. უკვე საინტერესოა. მოყევი აბა? არაფერი ისეთი სისულელეა. კაი რა. დავინტრიგდი ეხლა. ემილი მოგვიყევი? ისეთი არაფერია მართლა, ჩემი ზედამეზობელია.
ერთი უცნაური კაცი. იმ დღეს ძალიან ცხელოდა. ვიფიქრე ნაგავს გადავყრი და ბარემ ცოტას ჰაერზე გავისიებინოთ. სადარბაზოში ჩავდიოდი და სახლიდან გამოდიოდა. როგორი საეჭოა სახლიდან გამოდიოდა მეზობელი. მაცდი მოყოლას. კაი ხო, მიდი. საეჭვო ისა, ეგ სახლი წლებია დაკეტილია. ყოველ შემთხვევაში მაგდან გამოსული არავინ ინახავს. რომ დაიცრა, რაღაცა შილოცვასავით ჩურჩულებდა და თან კოჭლობდა. და ვინ იყო? არ ვიცი, მამას რო უკითხე, მან დარავინ ცხოვრობსო. თავი დაანებეო, უცნაურად მომიშორა. ვა, მართლა უცნაურია. მეორე დღეს ღამით არ დამიძინია. სუსტად იგივე დროს. კართან მივედი და შუმად ვიხედებოდი. რამდენიმე წამში ხმა გავიგე. მაგრამ თანაბარი ნაბიჯების ხმა არ იყო. კიბეებზე ჩამოდიოდა ისევ კოჭკობით. რაღაც გაცრეცი, ძველი ჩანთერი ჭირა და ისევ რაღაცას გამორყოლა ჩურჩულებდა. თითქოს რაღაც არა ადამიანურ ენაზე ლაპარაკობდა. სახეზე ვერ დავინახე. მაგრამ ჩემ კართან ჩავლის დროს უცბად რას ნიშნავს გამოგხედა? თითქოს იგრძნო რომ კართან ვიდექით და არ მოეწონა თვალთვალი. ვაიმე, მე მგონი თქმები ამეწია. რა ქვია მაგას? შიში ჟირვანტელმა დაგიარა. მე უნდა გინახეთ ისე შემეშინდა. სულ ღამე გამოდის ხოლმე? ხო, იმის მერე აღარ გამომიძიებია. იქნებ ქურდი ან მანიაკი? არა მგონია. კოჭლი ქურდი ან მანიაკი ნაკლებად სავარაუდოა. ვამპირი ხო არა? აი რა, ვამპირების გჯერა? არ ვიცი, მაგრამ ღამით გამოდის, შელოცვებით ჩურჩულებს და კოჭლობს. აშკარად გამოსაძიებელია. არა, რაღაც ცუდი ენერგია აქვს, არ მინდა. აი რა, რისი გეშინია? მეც მეშინია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. მეც მაინტერესებს. კაით რა, მომაცინეთ რა ვამპირები. აი, თუნდაც რომ წადოთ. როგორ გამოვიწიოთ? რისი ეშინიათ ვამპირებს? არაფრის, იმიტომ რომ არ არსებობენ. პირველ რიგში მზის მაგიტომაც არ გამოდის დღისით. და კიდე მარილის და ნივრის. ისე დავუყაროთ კართან და ვნახოთ გამოსვლის დროს რა მოვა. არ ვიცი, ცოტა მეშინია. ყველას გვეშინია, მაგრამ საინტერესოა. და ვინ დაუყრის მარილს და ნიორს? აი, დაჩის არ შეერა ვამპირების და არ შეეშინდება. ხო, დაჩი? კი, რატომაც არა? პატარა ბავშვი კი არ ვარ. აი, მე დავრეკავ სახლში, დღეს ემლის სამჩებით ხო ვეტყვი. რომელს გაქვთ?